ფოთელები არიან. ბურთით შეიძლება სწრაფი გოლის გატანა და ეს გოლია. ფოთის კოლხეთი გადის წინ. ძალიან სახასიათო და კარგი იერში ფოთის კოლხეთის მიერ განხორციელებული 21 წუთზე და ეს გათამაშება საბოლოო ჯამში მეტოქის ნახევარზე ბურთის დაასრულეს გოლით ფოთელებმა. ვინ თუ არა გიორგი აბუაშვილი გატანილი გოლის ავტორი, რომელიც კოლხეთის საუკეთესო მოთამაშეა აშკარად მიმდინარე სეზონში. მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა კიდევ ერთი დარტყმა კარში, ამჯერად იგერიებს ყალიჩავა. ძალიან სახიფათო შეტევა წამოვიდა აქეთ წყალტუბოს სამყურალის ხორხელი უკვე საჯარიმოშია. ხორხელი უკან პასი დარტყმა ჩიხლაძის ხელებში აფიქსირებს ამ ბურთს. კოტლეროვი მარცხენა ფეხით ურტყამდა ჩიხლაძე. ვისტრაფიშვილი იყო კარგი, შემდეგ კარში დარტყმა ყალიჩავა მოიგერია ბურთი. ფაჩულიას გასროლა. ნახოთ ახლა კარში დარტყმული ბურთი და გოლია. ლაშა შერგელაშვილმა გაათანაბრა ანგარიში მატჩის 42 წუთზე პირდაპირ კარის ბადეში ჩაეშვა ბურთი რა ტრაექტორიით დაარტყა შერგელაშვილმა და იყო თუ არა იქ რიკოშეტი ამას ნახავთ გამეორებაზე. მარჯვენა ფეხით შეიძლება აქედან ზუსტი დარტყმის განხორციელება. ამას აკეთებს მოისტრაფიშვილი კარში. ბურთი არ ჩაეშვა. ხარებოვა კიდევ უფრო განაპირა შემტევი იყო. აქ ნახოთ აბუაშვილი კარგად ატყუებს მეტოქეს კარში დარტყმა და რა გოლი გაქვს გიორგი აბუაშვილი. ფანტასტიკა 10-იანი შესრულებით. ძალიან მაგარი გოლი გიორგი აბუაშვილმა აფეთქა აქ ფოთის კოლხეთის საშინაო ტრიბუნა. ძალიან მაგარი გოლი გაიტანა, ტექნიკური მოძრაობა და მოშორება მეტოქის ძალიან მარტივად თითქოს შესრულებული მომენტი და კარგი გოლიც ფოთელთა შესრულებით. კიდევ ერთხელ დუბლი შეტევაშიც არიან ფოთელები. მოისტრაფიშვილი დაიტოვა, წამოდგა შემდეგ მოისტრაფიშვილი კვლავ იბრძოლა ბურთისთვის. ისე მოისტრაფიშვილი დარში დარტყმა აღარ გამოუვიდა აბუაშვილს.